განარჯევათ მეგობრებო, უკვე თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ ჩვენ საუბრობთ მოტივაციაზე და ენერგიის ამაღლებაზე და ეს უკვე ამ მარათონის მეხუთე დღეა. აბა რას ველოდებით, პირდაპირ დავიწყოთ რჩევებისა და ტექნიკების გაზიარება. ისწავლე საკუთარი იდეებისა და ჩანაფიქრების აღიარება თავიდანვე. ხშირად დაღლილობას, მოტივაციის ნაკლებობასა და მარტივად გადაწვას სწორედ იმ მიზეზით ვიღებთ, რომ არ გვწამს საკუთარი წარმატების საკუთარ საქმეში. არ გვჯერა, რომ რაშიც ძალისხმევას ვდევთ, ეგ მოგვიტანს შედეგს და ვცდილობთ მოვნახოთ სხვადასხვა მიზეზები, რომ ვითომ დრო არ გვყოფნის, ვითომ უნარები და რესურსები არ გვაქვს. რეალურად თავს ვიცავთ იმ იმედგაცრუებისგან, რასაც ველით, მაგრამ მოდი როგორც დასრულებმა ისე ვიმსჯელოთ. ხვალ ან შორეულ მომავალში არავინ ვიცით თუ რა როგორ იქნება. ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი სცენარებით შეიძლება განვითარდეს, რომ ზუსტი პასუხი არაფერზე არ შეგვიძლია გქონდეს. შესაბამისად, საკუთარი იდეის აღიარება და ცოტა რისკი ჯობია, ვიდრე ერთ წერტილში დარჩე და შემდეგ უკვე ინანო, რომ ვთქვათ, სხვამ გაბედა იგივე და გამოუვიდა. მე პირადად თავიდან არ მწამდა, რომ ჩემს პირველ კლიენტს ვიშოვიდი და ავიღებდი პასუხისმგებლობას, რომ მისი გვერდი მემართა სოციალურ ქსელში. დასაწყისში ისიც კი არ მწამდა, რომ ჩემი კანვაცოდნა და უნარები ვინმეს დააინტერესებდა. უბრალოდ განვაცხადე, რომ სტუდენტებს ავიყვანდი ამ მიმართულებით და ჩემდა გასაკვირად გამომეხმაურა კომენტარებში 100-მდე ადამიანი, რომელსაც სურდა ჩემი ექსკლუზიური შეთავაზება მიეღო. და მარათონის შემდეგ მე საფუძვლიანად აგიხსნით პირველ ნაბიჯებზე როგორ დატესტოთ თუ რა სერვისი ან პროდუქტი მიახლოებით რა ტიპის შედეგებს მოგიტანთ. ამის ცოდნა უბრალოდ წინ წაგწევთ, რადგან ოქროს წესად მაინც რჩება ის, რომ ყველანაირი უნარები და რესურსები უნდა მოვსინჯოთ. მოტივაცია და ენერგიულობა არ დაგეკარგება, რადგან თუნდაც მარტივ ცდილობაში უკვე ის მაინც იცი რა მიმართულებას ჯობს აიღო და როცა უკვე იხვეწები, ენთუზიაზმის დაკარგვა რთული ხდება. და გაითვალისწინე, იდეა თავიდან შეიძლება მართლა ისე ჟღერდეს, რომ არ გამოვიდეს, ან შენი რომელიმე საქმიანობა თავიდან ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ შეახსენე საკუთარ თავს, რომ ამით არ მიდიხარ სრულ წარუმატებლობამდე, უბრალოდ სწავლობ. ისევ საკუთარ გამოცდილებას გავიხსენებ და ვიტყვი, რომ ერთ მარკეტინგულ რჩევაზე ძალიან დიდი ნეგატიური შეფასება მიმიღია, შესაძლოა ბოლოს მართალი მაინც მე გამოვედი, თუმცა აქედან მაინც ავიღე ის შეხსენება, რომ მეტად უკეთესი ვიდეოებისა და რჩევების მიცემად შემეძლო. ახლა ხელოვნური ინტელექტს ვბედავ საუბარს საჯაროდ. არ თქვა უარი საკუთარ ინტერესებზე. ზოგჯერ გვეშინია ცოტა უცნაური მოვეჩვენოთ საზოგადოებასა და გარშემოუყოფებს, ამიტომ გვირჩევნია ავირჩიოთ სხვებისთვის მოსაწონი მიმართულებები. როგორ ვავლებ ახლა ამ საკითხის პარალელს ამ მარკეტინგულ საქმიანობასთან თუ კონტენტ კრეატორობასთან? ავიღოთ მაგალითად სიტუაცია, როცა პირველად ვცდილობ დაიწყოთ თქვათ გამოჩენა ონლაინ სივრცეში, ხშირად ისეთ განსხვავებულ თემებზე საუბრობ, რაც ჯერ ადამიანების უმეტესობას არ აინტერესებს, მაგრამ შენთვის მნიშვნელოვანია. შენ მაინც ძალიან ნაკლები შანსია დაკარგო მოტივაცია და ენერგია იმ საქმიანობის მიმართ, რაც ძალიან გაინტერესებს. რაც საინტერესოა შენთვის, მაინც გამონახავ ისეთ გზას, რომ სხვებისთვისაც საინტერესო გახდეს შენი საქმიანობა დროთა განმავლობაში. დააკვირდი რა ტიპის ინტერესები გაქვს, რასაც მუდმივად უბრუნდები და არ კარგავ მის მიმართ ამ ცნობის მოყვარეობას. ხშირად ინტერესის ქონაში ერევათ ის მომენტი, ვთქვათ, უცებ რაღაც ახალმა მიმართულებამ გაგვიტაცა, მაგრამ უბრალოდ ზედაპირულად გავარკვიეთ მის შესახებ. ეს ჩვენი ნამდვილი მოწოდება არ არის. შესაბამისად, მალევე დავნებდებით ამ საქმეში. უნდა დააკვირდე სულ რა ტიპის თემასა და საქმიანობას უბრუნდები. შეიძლება ეს რამდენიმე სხვადასხვა უნარისა და აქტივობების გაერთიანებაც იყოს. ძალიან არაეფექტური მიდგომაა, რომ უბრალოდ გამოეკიდო იმ საკითხებს, რაც ვითომ ტრენდულია და მარტო ამ გზით შეგიძლია წარმატების მიღწევა. გაბედე შენს ინტერესებს მისცე უფლება და გეხმაროს წინსვლაში. ისწავლე დიდი და რთული საქმის მარტივ პუნქტებად დაყოფა. ხშირად ჩვენ მოტივაცია და ენთუზიაზმი საქმის დასაწყებად იმიტომ არ გვაქვს, რომ უკვე გონებაში რომელიმე გასაკეთებელი საქმე მივიჩნიეთ ძალიან რთულად და შრომატევადად. რაც უფრო რთულად გვეჩვენება რამე, მით უფრო მეტად გვსურს თავი ავარიდოთ მას. ამიტომ ჩამოწერე და დაშალე ეს საქმე პატარა მარტივად შესასრულებელ პუნქტებად. ან ჯერ მიუდექი ისეთ ადგილებს, რომლებსაც მარტივად და ზედმეტი გართულების გარეშე მოაგვარებ. თუ შენ ისწავლი დიდი და გრძელვადიანი საქმის ისეთ დანახვას, რომ პატარ-პატარა მარტივი შესრულებელი პუნქტებისგან შედგება იგი, მაშინ ყველაფერზე გეყოფა ენერგია და რესურსი. დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა რომ მომყვებით ამ მარათონში, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი.